ვაქცინა უნდა მიიღოს ყველამ. ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები უზრუნველყოფენ იმას, რომ საშუალო და დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის ხელმისაწვდომი იყოს ვაქცინა, ვინაიდან პანდემია ჩვენ ყველამ ერთად უნდა დავამარცხოთ და დავასრულოთ. მე შევხვდი ადამიანს, რომელიც ხვალ დილის 11 საათზე ბელგიაში იქნება პირველი, ვინც გაიკეთებს Pfizer BioNTech-ის ვაქცინის პირველ დოზას. ჯო ჰერმანსთან შეხვედრა ნამდვილად პირადად ჩემთვის ემოციური იყო, მას გაიცნობთ, მოусმენთ და დარწმუნებული ვარ, შეიყვარებთ თქვენც. ის არის საუკეთესო მოტივატორი და ამ საგანგაშო სიტუაციაში არის იმედის და გამარჯვების სიმბოლო. ვინც ახლა ჩვენ გვიყურებს სამწუხაროდ ძალიან ბევრია ისეთი, ვინც ამ ბოლო 1 წლის განმავლობაში კორონავირუსის გამო დაკარგა შვილი, დედა, მამა, ბებია, ამბაბუა, მეგობარი, პირადი ტრაგედიებისგან, ტრაგიკული ისტორიებისგან შედგება პანდემია, მაგრამ ისევე როგორც ყველაფერს, პანდემიასაც ყავს გამარჯვებულები და ახლა როდესაც ყველა უკიდურესად დავიღალეთ კორონავირუსისგან, მათი გაცნობა ძალიან გვჭირდება. ამიტომ ჯო ჰერმანსი არ არის ჩვენი სიუჟეტის ერთადერთი გმირი. არ არის ერთი წელი გასული მას შემდეგ, რაც კორონა პანდემია დაიწყო და პირველი პაციენტი დაფიქსირდა ევროპაში. ეს მოხდა ბორდოში 24 იანვარს 2020 წლის და ვაქცინაცია უკვე დაიწყო. ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ორგანიზაცია მზად არის გამარჯვების დღეზე იმოს. ლოკდაუნის, ანუ ქვეყნის ჩაკეტვა იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენი ადამიანი აიცრება. გთავაზობთ ახლა ჩვენს ექსკლუზიურ რეპორტაჟს ვაქცინაციის პირველი დღის შესახებ და გისურვებთ ჯანმრთელობას. მინდა ძალიან მალე ასეთივე კადრები საქართველოდან ვნახო. გვირაბის ბოლოს სინათლე ევროკავშირში მცხოვრები 500 მილიონამდე ადამიანისთვის დღეიდან უკვე ნამდვილად ჩანს. 27 დეკემბერი კორონავირუსის შიშისგან გათავისუფლების თარიღია. იმუნიზაციის ამსახველი ფოტოები ევროკავშირის სახელმწიფოებიდან დილიდან ვრცელდება. ამ ადამიანებმა პანდემიის დასასრულებლად პირველი ნაბიჯი გადადგეს და სხვებს მაგალითი მისცეს. Pfizer BioNTech-ის ვაქცინას წლის ყველაზე ძვირფას სტუმარს ევროკავშირის დედაქალაქებში პრემიერები, მინისტრთა კაბინეტის წევრები დახვდნენ და სპეცმაცივრებთან პოლიციის თანხლებით მიაცილეს. იტალიაში ვირუსის ეპიცენტრში, ლომბარდიაში ვაქცინა ნატოს ჯარისკაცებმა შეიტანეს. COVID-19 საწინააღმდეგო ვაქცინით ბელგიის ქალაქ პურსიდან დატვირთული მანქანები საუკეთესო საახალწლო საჩუქარია იმ დროს, როდესაც COVID-19-ით ევროპაში ყოველდღიურად 5000-მდე ადამიანი იღუპება და კორონავირუსის ახალი შტამი ევროკავშირის უკვე 7 ქვეყანაში დაფიქსირდა. ქსანაქსის, ვიაგრას, დიფლუკანის, ადვილის, ლირიკას მწარმოებელი Pfizer-ის ვაქცინა კორონავირუსის ახალი ვარიანტის წინააღმდეგაც ეფექტიანია. ვამაყობთ, რომ Pfizer-ის 3000 თანამშრომელის 24 საათიანმა შრომამ შესაძლებელი გახადა ვაქცინაციის დაწყება. ჩვენ არ დავიღლებით თქვენი უსაფრთხოებისთვის მუშაობაში და როგორც დააგპირდით, მომავალ წელს უზრუნველყოფთ მილიარდზე მეტი დოზის მომზადებას. ევროპელები ოქროს ნემს Pfizer-ის ქალაქ პურსის საწარმოდან იღებენ. სიმბოლურია, რომ პირველი ბელგიელი, ვინც COVID-19-ისგან მის მშობლიურ ქალაქში გამზადებული ვაქცინით თავს დაიცავს, პურსში მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრები 96 წლის ჯო ჰერმანსია. ბაბუა ჯო ექსკლუზიური ინტერვიუს ჩაწერაზე უსაფრთხო დისტანციის დაცვის პირობით დავითანხმეთ. ჰერმანს 4 შვილი და 8 შვილიშვილი ჰყავს. COVID-ს ორივე ტალღის დროს გადაურჩა. ამ სახლში მცხოვრები 90 რეზიდენტიდან ყველაზე ხანდაზმული, ყველაზე ჯანმრთელია, ყველაზე გამბედავი და ხვალიდან ბელგიის ისტორიაში რჩება.
მინდა 100 წლის გავხდე და მრგვალი თარიღი აღვნიშნო. ექიმი მარწმუნებს, რომ ჩემი მდგომარეობის გათვალისწინებით 100 წლამდეც ვიცოცხლებ. სიახლეები არასდროს მაფრთხობდა და თამამ ნაბიჯებს არ გავურბოდი. დღეს მე რისკზე არ მივდივარ, რისკი ვაქცინის გარეშე დარჩენაა. ყველას მოკითხვას გითვლით, გამძლეობას გისურვებთ, მიყვარხართ, მე არ მეშინია, კარგად ვარ და უკეთესად მინდა ვიყო. გავფრთხილდით სიცოცხლეს, რომლის დათმობაც 96 წლის ასაკშიც არ მინდა. იყავით თამამი და თხოვთ არც თქვენ შეგეშინდეთ. Thank you very much. Good luck. Merry Christmas. Merry Christmas. ჯო ჰერმანს წლის მოტივაციის ტიტულს გადასცემენ. მას 110 წლის იუბილეზე შეხვედრის პირობით დავემშვიდობეთ. ბელგიაში 7 მილიონი ადამიანის აცრას ზამთრამდე ვარაუდობენ. იმუნიზაციის დასაწყისში პრიორიტეტი იმ ადამიანებს მიანიჭეს, ვისთვისაც მთელი სამყარო ფართო, მაგრამ მხოლოდ ერთი ფანჯრიდან ჩანს. ევროკავშირის ქვეყნებში პანდემიის დროს COVID-19 დაღუპულთა უმრავლესობა ხანდაზმულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ COVID-19 არის მოხუცების ვირუსი. COVID-19 არ ინდობს არც ერთ ასაკობრივ ჯგუფს. ამ ადამიანებს ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება და ბევრისთვის ეს დახმარება დაგვიანებული აღმოჩნდა. ბელგიაში პანდემიის დაწყებისთანავე მოხუცთა თავშესაფრებში ჰუმანიტარული კრიზისი შეიქმნა და ასაკოვანი ადამიანების სიცოცხლეზე ზრუნვის ნაცვლად მათ სასაკლაოდ გადაიქცა. ივნისში ბელგიას უკვე 10,000 გარდაცვლილი ჰყავდა და მათგან 6,200 მოხუცთა სახლებში დაიღუპა. საქმეზე გამოძიებაა დაწყებული. აღმოჩნდა, რომ კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანების ჰოსპიტალიზაცია ვერ მოხერხდა. COVID-19-ზე ტესტებსაც ვერ ატარებდნენ. და კორონავირუსის სიმპტომების გამო ყველა COVID-19-ით გარდაცვლილთა სტატისტიკას დაემატა. დღეს იძულებით დისტანციაში არიან, სარკმელთან ელოდებიან სტუმრებს და მათთან დამშვიდობება უჭირთ. ბელგიაში ბოლო ერთ თვეში 46%-ით გაიზარდა ინფიცირების შემთხვევები 0-დან 10 წლამდე ბავშვებში. COVID-19-ით ევროპაში ყველაზე პატარა 3 წლის პაციენტი ბელგიაში ივლისში გარდაიცვალა. მარტში 12 წლის გოგონა დაიღუპა. ექსკლუზიურად იმედის კვირის მაყურებლისთვის ვილვორდში ჩავედით. გვინდოდა თქვენთვის ეს ბიჭუნა გაგვეცნო და მშობლებისთვის ერთადერთი შვილის გადარჩენა მიგველოცა. 4 წლის კაისის ზედმეტსახელი ბელგიის სუპერმენია. მეორე ტალღის დროს მცირეწლოვანი პაციენტებიდან კაისის მდგომარეობა ყველაზე კრიტიკული იყო. ამ ფოტოების შემდეგ მას მილიონობით გულშემატკივარი გაუჩნდა. COVID-19-თან ერთად ბავშვს სასიცოცხლო რისკის შემცველი მულტისისტემური ანთებითის სინდრომიც დაუდგინდა. 30 დღიანი ბრძოლა გადარჩენისთვის ამ ოჯახისთვის უკვე წარსულია. კაისმა გაიმარჯვა. You get high temperature. ყველაზე კოშმარული სიზმარი ვერ ასახავს იმ მდგომარეობას, რაც კორონამ ჩვენს ოჯახს მოუტანა. ბავშვის ტემპერატურა 40 გრადუსი იყო. საავადმყოფოში მივიყვანეთ და 2 დღეში გამოგწერეს. სახლში მიყვანისთანავე კაის გამონაყარი შევნიშნეთ. სუნთქვა გაუძნელდა და ჰოსპიტალში დაუბრუნდით. მართვით სუნთქვაზე გადაყვანილი კაისის ნახვა სიკვდილის ტოლფასი იყო. ექთანმა დარეკა და გაგვაფრთხილა, რომ სავარაუდოდ კაისის ბოლო წუთებიაო. მადლობა ყველა ექიმს, ვინც კაისთან განშორება თავიდან ამაცილა. კაისის მამა ვაქცინაციის მნიშვნელობაზეც გვესაუბრა. If you don't take the virus, არ დაგავიწყდეთ ჩვენ ვაქცინაციით კაისის თანატოლებს ვეხმარებით, რომლებსაც უფროსები აინფიცირებენ და შემდეგ ბავშვები ვირუსის გადამტანები ხდებიან. ანტვერპენში მაღაზიების ქუჩაზე ასეთი სურათი შობის წინ დაგხვდა. საჩუქრების შესაძენად ყველა გარეთ გამოვიდა. წინასაშობაოდ ხალხით გადაჭედილ ამ ქუჩებს რა გავლენა ექნება COVID სტატისტიკაზე 10 დღეში გვეცოდინება. დღეს დეკემბერში ყველაზე ცოტა 784 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და გარდაიცვალა 69 ადამიანი. მაღაზიების პარალელური ქუჩები, ქალაქის ცენტრი, მოედანი და ნაძვისხის მიმდებარე ტერიტორია, შობამდეც და შობის შემდეგაც цаრიელია. ასეთ რეჟიმში დისტანციით და პირბადით ცხოვრება მანამდე მოგვიწევს, ვიდრე მოსახლეობის 85% არ აიცრება. ბელგიაში Pfizer-BioNTech-ის ვაქცინის გარდა კიდევ ერთ ვაქცინაზე მუშაობენ.
ამერიკული გიგანტის Johnson & Johnson-ის შვილობილი კომპანია Janssen Pharmaceutica და მისი სათაო ოფისი ბელგიაში ბერსში. Pfizer, BioNTech-ის და Moderna-ს შემდეგ Johnson & Johnson-ის ვაქცინა სავარაუდოდ მესამე ეფექტური და უსაფრთხო ვაქცინა იქნება COVID-19-ის წინააღმდეგ და განაცხადის გაკეთებას ავტორიზაციის შესახებ Janssen Pharmaceutica-ში იანვარში აპირებენ. Johnson & Johnson-ს კვლევის მესამე ეტაპზე 60,000 მოხალისე ყავს და წინასწარი მონაცემებით 97%-იან ეფექტიანობაზეა საუბარი. კომპანია იმედს ერთდოზიან ვაქცინაზე ამყარებს, რომლის უპირატესობაც შენახვის პირობებშიცაა. ვაქცინა არა -70-ზე, არამედ 8 გრადუსზე ინახება. Janssen Pharmaceutica COVID-19-ის წინააღმდეგ ვაქცინის მომზადებისას BioNTech-ისგან განსხვავებულ ტექნოლოგიას, თავად ვირუსის უბნებელ ნაწილს იყენებს. იგივეს, რაც ებოლას და ზიკას წინააღმდეგ ექსპერიმენტულ ვაქცინებში. ADVAC ტექნოლოგია ადენოვირუსი გამოიყენება როგორც ანტიგენის გენეტიკური კოდის გადამზიდი. ევროკავშირს Janssen Pharmaceutica-სთან შეთანხმება მომავალი ვაქცინის 200 მილიონ დოზაზე აქვს ხელმოწერილი. ჩვენ 6 კომპანიასთან გვაქვს გაფორმებული კონტრაქტი იმ მოცულობის ვაქცინაზე, რომელიც ევროკავშირის მოქალაქეებისთვისაც საკმარისი იქნება და ასევე დავეხმარებით პარტნიორ სახელმწიფოებს. 2021 წელს ევროპა 25 მილიონი ინფიცირებულით და 9 მილიონზე მეტი გარდაცვლილი პაციენტით ხვდება. ჯერ ისევ ერთ გემზე ვართ და უსაფრთხო ნაპირისკენ გვაქვს გეზი აღებული. სანამ ყველა არ ვიქნებით დაცული, მანამდე არ ვიქნებით უსაფრთხოთ. 2021 COVID ტრაგედიის დასრულების და საბედისწერო მოგზაურობიდან დაბრუნების წელი უნდა იყოს. უკვე ვაქცინა